პირველ დღეს განსაკუთრებული ხალხმრავლობა. აქ მოსულ ყველა ადამიანს ჯერა რომ ეს შოუ მის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის და სწორედ ის გახდება ნიჭიერის აღმოჩენა. ნიჭიერი მაგარია. დიდი თუ პატარა ყველა მოუთმენლად ელის თავის რიგს. განსაკუთრებით კი კასტინგების პირველი მონაწილე სერგო ჩხეიძე. იგივე სერგო პაპა. მე ვარ სერგო ჩხეიძე, 63 წლისა ვარ. 50 წლის უკვე შეყვავდი და ყველა დამცინოდა ეს საგაძე რო შევხედე რომ შემოვიდა ეს თანამედროვე ცეკვები, მეც გამოვედი და ვცეკვავდი. უყურებ ახალგაზრდებს ცეკვავენ და იმაზე ნაკლებად მე არ ვცეკვავ. კი, ეხლა კი დავბერდი, მაგრამ ახალგაზრდობაში აი ეს როგორი ბიჭი ვიყავი უყურეთ. აბა გამარჯობა მოგესალმებით, სანამ გავალთ სცენაზე, ჯერ ჩვენ და პაპა გილოსავთ. ხევანდელ დღეს ბიჭი ორ გახსნას. თანამედროვე მუსიკა და რადიოლას ჩავთავ და მინდა რომ სწრაფი მუსიკები უფრო მოусვინო ისრაფეთი რომ ვიგებ, მინდა რომ აიში ვიფრინო მეტია მუსიკის დროს. აი ხა იქნება მუსიკა და ეხა აფენდი და დაიწერცება. აბა თქვენიც გამარჯობათ, ახალმშვიდობა. დღევანდელ დღეს გილოცავთ ნიჭიერების გახსნას. აი ხარით მოიხარეთ. გაგვეცანით იმძანდებით. სერგო ჩხეიძე, პაპა ვარზებად სახელად, იმიტომ რომ 8 თვის შვილიშვილმა პაპა დამიზახა. მე გიმრავლოთ. ბატონო სერგო, რითი უნდა გაგვაუცოთ, რა უნდა გავიკეთოთ? რითი და ეხლა მინდა ბებერ პაპა მიცეკვას თუ შეიძლება. და საერთოდ რითი ხარ დაკავებული? ცეკვავდით მანამდე. არა, ეგ 50 წლის წინ ცეკვავდი. ეხლა დავბერდი, მაგრამ გული ახალგაზრდობა. და გეცეკვავდა. ვიცეკვეთ, აბა. საიდან მესმოდა კლუბში მყავს ნანახი ეს კაცი. აბა სერგო, ყაჩა! მაგარი ხარ? სერგო პაპა, არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ. დავბერდი, პაპა, დავბერდი. აი, გული მართლა ახალგაზრდა გქონიათ. გულის და მოძრაობებით. თანამედროვე ცეკვა. ცეკვასაც შეეხება რა გითხრათ ეხლა? ბატონო, ცეკვის რომელი მიმდინარეობაა ესა? ევროპა, გადავედით ევროპაზე. კაი, გეიშება. მე თუ გითხავთ, ბატონო სერგო, ეს ჩემი საზრით ცეკვა არ იყო, ეს მე მგონი ერთგვარი ჰიპნოზი იყო. ისეთი მოძრაობები ქონდა, რომ აი დავჰიპნოზი და რა კარგია ეს. ახტოვანებულები, მაშინ გადაწყვეტილება მითხარით. იცი რა არის, ძალიან არა, ესე აშლილება. ნადით პატივისცემ, ძალიან ახტოვანდით, მაგრამ ძნელი ამ ყველაფერზე კი ვთქვა. ამიტომ ვიტყვი არის. იცით, მე მგონი ეს ნომერი ძალიან საინტერესო იყო, სახალისო იყო, მაგრამ ერთი ნახვისთვის მე მგონი საკმარისია, ამიტომ არა. ბატონო სერგო. იო და
დარბაზი იყოს კი. ეს არ არის მართლა ცეკვა. დამწუხაროდ არ არის დაგიწყო. თქვენი ილეთები მოვიპარეთ, ესე თქვა, ჩვენ იმას ვქენით. სერგო პაპა შემდეგ ტურში ვერ გადავიდა. თუმცა მისი ევროპული ცეკვა ჩვენს წამყვანებს ძალიან მოეწონა. baby.